მოგესალმებით. მაქვს პატივი ქართულთა დიდი გაერთიანების სახელით მიმართო საზოგადოებას, მიმართო სვენელებს, მიმართო სრულიად საქართველოს და სანამ დავიწყებ ჩემეულ შეფასებას საქართველოსი არსებული პოლიტიკური ვითარების, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ლევან ჩაჩუას ოჯახს. მე ფიზიკურად აქეთ არ ვიყავი, 2 დღეა რაც ჩამოსული ვარ, ვერ შევძელია ამ სამძიმრის თქვა. ახლა მეძლევა საშუალებას, რომ პატრიოტი ქართველი სამძიმარი უთხრა სრულიად საქართველოს ყველა პატრიოტულად მოაზროვნე ქართველს და განსაკუთრებით იმ ხალხს, რომლებიც იმ ტკივილს, იმ უზარმაზარ ტკივილს იზიარებენ. რამდენადაც სახიფათოა დღეს ეს ყადაღებული თემა არაბული ქალაქების შენელობა საქართველოში და არაბული კომპანიის შემოსვლა, მე ასე ვიტყოდი, ეს მხოლოდ მოდის ჯერჯერობით ქართული ოცნების და მისი პროპაგანდისტებიდან, რომ თითქოს და პრობლემა არ არსებობს, თითქოს და ყველაფერი იქნება კარგად, რომ ესა უპრეცედენტო ინვესტიცია, დაპირებების გარდა ყველაფერი კარგად იქნება, მეტი არაფერი არ ისმის და ამ შემთხვევაში არის უამრავი კითხვები. მაგრამ სანამ ამ კითხვებზე გადავალ, მე ვიტყოდი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტის სვეტგამსახურდია სიტყვებს, როცა ის ამბობს, რომ საქართველო არის ქართველების ქვეყანა. რომ ეს არის ფაქტიურად მიწა ეკუთვნის ქართველ ერს და სრულიად საქართველოს. ეს არის აქსიომა და იმ მიწის გაყიდვის უფლება საქართველოს და ქართველი ერის გარეშე ეს არის ღალატი და დანაშაულის ტოლფასი. დღეს ეს მთავრობა გამოდის და ყველაფრის აბრალებს წინამთავრობებს. გასაგებია წინამთავრობა არ ვარგოდა. გასაგებია არ ვარგოდა არც იმის წინამთავრობა, მაგრამ შენ როცა გამოდიხარ და აკეთებ იმაზე უარეს. ანუ ფაქტურად გამოდის, რომ ცეცხლზე ნავს ასხამ. და იმაზე უარესი რა უნდა გააკეთო, როცა მიდის საუბარი ქართული მიწის გაყიდვაზე, მაგ შემთხვევაში როგორ შეიძლება თავი იმართლო. თუმცა რომ აგვირდები, ესენი გადაბრალების დიდოსადები არიან და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ყველაფერი ეს გარკვეულად შეფუთონ და უფრო სხვანაირად წარმოაჩინონ თითქოს და ამას ყველაფერს დადებითის გარდა არაფერი არ მოყოდა. აგერ ჩვენი რამოდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის გამოვიდა და ფაქტურად რეკლამა გაუკეთა იმ არაბულ კომპანიას და ილაპარაკა, რომ ეს მართალია შემოდის ინვესტორი, მაგრამ შემოდიან დეველოპერები, მიწის მესაკუთრე კვლავ ძირითადი მიწის მფლობელი კვლავ სახელმწიფო არის და ამას არანაირი პრობლემა საქართველოს ხრი არ იქნება და ქართული ერისთვის ეს აზიანო არ არის. მე ვსვამ ერთ უბრალოდ კითხვას. თუ ეს ასე არის და თუ მართლაც პრობლემის გარეშე გვარდება ის საკითხები, რაც ქართველებს აინტერესებს, მაშინ რატომ არ ხდება ამ ხელშეკრულების გასაჯაროვება? რატომ არის გასაიდუმლებული? მე მოვიყვანო ერთ უბრალო მაგალითს. თურქულ კომპანია ინკასთან ასევე იყო გაფორმებული ხელშეკრულება, რასაც მოყვა უზარმაზარი საპროტესტო გამოსვლები. მაშინაც რამოდენიმე წელი დაჭირდა და უზარმაზარი ეროვნული ენერგიის დახარჯვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულება გასაჯაროვებულიყო. ხელშეკრულების გასაჯაროვების მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ყოფილა ისეთი მუხლები ჩადებული, რაზეც ხელისუფლებას კი პასუხი არ ჰქონდა და იძულებული გახდა, რომ ეს ხელშეკრულება შეეწყვეტა. თუმცა რა თქმა უნდა ეს მოხდა ისევ და ისევ ქართველი ერის, ანუ საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე. რატომ არ მინდა გავაკეთოთ იგივე? მაგრამ მე კითხვას ვამბობ მეც, როცა ჩვენ ვიცით, თელმა საქართველო ხდება იმას, რომ ამას მოყვებოდა ქართველი ხალხის უკმაყოფილება და წინააღმდეგობის უდიდეს ტალღა. რატომ მოდის მაინც ხელისუფალი ასეთ ნაბიჯზე? მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ რამოდენიმე წლის წინ თავიდან შემოიღეს კულტივაცია მარიხუანის და მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ თითქოს ეს უზარმაზარ თანხებს შემოუტანა საქართველოს ბიუჯეტს. იყო მასიური გამოსვლები ამის წინააღმდეგ, საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესებში და საბოლოო ჯამში მივიღეთ შედეგად რა? პროცესი შეჩერდა, მაგრამ არჩევნებზე ხალხის უმრავლესობა კვლავ მივიდა და მაინც ქართულ ოცნებას დაუჭირდა მხარი. შემდგომ იყო გამოსვლები ეგრეთ წოდებული LGBT პრაიდების წინააღმდეგ. აქაც იყო მასიური მსვლელობები, მასიური გაფიცვები, მოყვა ქართველი მიწების დაპატიმრებები, რომლებზეც მართლა ვიტყოდი, რომ ისინი მართლა პოლიტპატიმრები არიან დღემდე, მაგრამ შედეგად რა მივიღეთ? არჩევნებში კვლავ იმარჯვეს ქართული ოცნება. შემდეგ მოდის ისევ ნამოხვანგესი საკითხი,
აღარ მოყვებით თუ იქ რა ხდებოდა იმერეთში ამას დაკავშირებით შემდგომში თბილისში, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევნებზე მაინც ქართული ოცნება იმარჯვებს. ანუ ქართული ოცნება ახლაც დარწმუნებულია იმაში, რომ ის რაც ახლა დაიწყო დღევანდელი პროცესები ამ არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით, მათთვის საზიანოდ არც არაფერი არ მოხდება. აი რა აქვს ჩაფიქრებული, რა იმალება ყოველივე ამის უკან, ეს კიდე ცალკე თემა არის, მაგრამ ერთი რამ ფაქტი არის, რომ ქართველი ერი რატომღაც რეალურად დასკვნებს ვერ აკეთებს. ხოლო ჩვენ მე გავიხსენებ ქართლის ცხოვრებაში არ იყო ასეთი ისტორიკოსი, ქართლის ცხოვრების ერთ-ერთი დამწერი, რომელიცაც ჯუანშერი ერქვა ვახტანგ მორგასლის ისტორია აქვს დაწერილი და მას აქვს შემდეგი სიტყვები ნათქვამი მან რომ როცა უცხოტომელებმა დაიკავეს საქართველოს ტერიტორია, ის აქვს შემდეგი ფრაზაში გამოხატული იყო გლოვა და წუხილი ყოველთა ქართველთა ზედა. აი შეხედეთ როგორ აღწერს ის იმ ტანჯვას და ვაებას, რასაც ქართველი კაცი განიცდიდა ქართული მიცხის უცხოტომელების დაკავებით. ახლა მე შემკითხვას, რაც საქართველოში ეს ბოლო 30 წელი მოხდა. დავკარგეთ აფხაზეთი, დავკარგეთ სამაჩაბლოდ, რა მოხდა 2008-ში ყველა ვიცით, დღესაც ხდება ეგრეთ წოდებული ბორდელიზაცია, ნაბიჯ ხდება საქართველოს ტერიტორიების დაკავება უცხოტომის მიერ. სად არის ეს ქართველ ხალხთა წუხილი? თუ ეს მხოლოდ წუხილია, მხოლოდ იმ ოჯახების, რომლებმაც დაკარგეს აფხაზეთი თუ სამაჩაბლოში საკუთარი მიწა-წყალი. რატომ არ ხდება, რომ ქართველი ერი ამასე ხმას რატომ არ იმაღლებს? მე მახსენდება 91 წლის დეკემბრის თვე, როდესაც საქართველოში დაიწყო სამხედრო კრიმინალური გადატრიალება და ჩვენ მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ჩამოვედით თბილისში, რომ დავხმარებოდით ეროვნულ ხელისუფლებას. ჩემ გაოცება საზღვარი არ ქონდა, როცა მოვადექით ჩვენ იმელის შენობას და ერთი უბრალოდ თოკი იყო გამული და ხალხი ჩვეულებრივი თითქოს აი ზოოპარკში რომ ივლენ საიმე სანახავად, ისე იყვნენ მიმდგარი თოკის იქით და უყურებდნენ ახდებოდა აქედან მხარეს. და ახალ წელს იქვე ფილარმონიაში სილამაზის კონცერტი იმართებოდა. იგივე დღეში ვარ ჩვენ დღეს. რატომ გავს გონია, რომ ეს პროცესი თვითონ თავისებურად ალბათ სხვისგან დამოუკიდებლად, ალბათ ღვთისნებით არ ვიცი ის იმედიათ მოგვარდება და ქართველი კაცი რადგანაც ახლაც უფრო სერის მაყურებლის რანგშია. ზოგიერთი გამოდის იმას იცახის, რომ საქართველოს უფრო უარეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე დღეს არის და ისეთი მდგომარეობიდან გამოსული ვართ. კი ბატონო, იყო შემოსევები, იყო პრობლემები, იყო შემთხვევები, როცა აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოში გადმოდიოდა იმალებოდა, დასავლეთიდან აღმოსავლეთში თებში ხიზნებოდნენ, მაგრამ დგებოდა მომენტი, გარკვეულად თქო უნდა ბრძოლის და წვალების შემდეგ ქართველი კაცი კვლავ უბრუნდებოდა საკუთარ მიწა-წყალს. დღეს რა ხდება? დღეს პირიქით ქართველი კაცი იქით ხარჯავს თანხას და საკუთარი კეთილინების ცდილობს, რომ გახიზნოს მთელი ოჯახი უცხოეთში და თვითონაც წავიდეს. და უმრავლესობა, ვინც მიდის უცხოეთში, ის უკან დაბრუნებას არ აპირებს. კი იყო საბჭოთა კავშირის დროსაც გარკვეული მიგრაცია რუსეთში, მაგრამ მაშინ მიდიოდნენ ძირითადად მამაკაცები. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იმ მამაკაცი იქ ცალკე ოჯახიც კი ქონოდა, მაგრამ მე რა თქმა უნდა ამას არ ვმართლებ, მაგრამ ისინი კვლავ ბრუნდებოდნენ უკან ძირითადი ნაწილი და საქართველოში კვლავ ცხოვრება მიდიოდა. დღეს კი საუბედუროდ საქართველოს ძირითადში ტოვებენ ქალბატონები. და უკეთეს შემთხვევაში თუ ის ქალი ოჯახი არ დაანგრია, პირიქით ის ქალი მერე ცდილობს, რომ მთელი ოჯახი წაიყვანოს იქით. და უცხოეთში წასული ქართველი უკვე ნაკლებად ფიქრობს აქ დაბრუნებას. იყო ასეთი ამერიკელი პროფესორი კენ ვოლკერი, მე მინდა მაგალითი მოვიტანო, მის სახელობის კლინიკა დღეს საქართველოში გახსნილი და ამ კაცის გამოსვლა მე მახსოვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც ესწრებოდა ამერიკის ელჩი და მინისტრები, სადაც ის გამოვიდა შემდეგი სიტყვებით და მიმართა ახალგაზრდებს. ქართველო სტუდენტებო, წარმოიდგინეთ რა იქნებოდა საქართველოს თუ თერგდალეულები საქართველოში უკან არ დაბრუნდებოდნენ. მაგრამ განსხვავება მაშინდელ საქართველოსა და დღევანდელ საქართველოს შორის ის არის, რომ მაშინდელი თერგი არის დღევანდელი ატლანტის ოკეანე. და ვინც დღეს ცდილობს, რომ განათლება მიიღოს ევროპაში თუ ამერიკაში, დასავლეთში, თუ თქვენ ამ ცოდნით უკან დაბრუნებას არ აპირებთ, მაშინ რა აზრი აქვს ამ თქვენ გადართულ ნაბიჯს. და ამას ხვდებოდა ამერიკელი პროფესორი საქართველოს შეყვარებული კაცი და ნუ თუ ჩვენ რა გვჭირს ქართველებს, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად ავარიდოთ თავი აქაოთ პრობლემებს და წავიდეთ უცხოეთში. დღეს ახლა მიდის საუბარი, რომ ქართველს უჭირს. კი ბატონო. ქართველს აშკარად უჭირს საქართველოში, მაგრამ
ახლა არ ვიტყვი ჩამოსულ არაბზე, თურქზე, ჩინელზე, ინდოელზე, რომელსაც გარკვეული შეიძლება ფინანსები სახელმწიფოებიდან და საკუთარი სათვისტომებიდან აქვს, მაგრამ საქართველოში მაცხოვრებელი სხვა ეროვნება, სომეხი და აზერბაიჯანელი საქართველოში მრავლდება. ესეც ფაქტია. ისიც იგივე პირობებში ცხოვრობს, რა პირობებში ცხოვრობს ადგილობრივი ქართველი, მაგრამ რატომღაც ის მრავლდება და ქართველი კი გარბის. ესე იგი რა გამოდის, რომ აქ მაცხოვრებელი სომეხი და აზერბაიჯანელი უფრო მეტი პატრიოტი ამ მიწის ვიდრე ქართველი? ეს არის რეალობა საუბედუროდ, არა და ამ რეალობის წინაშე ვდგავართ. არა და იმის თქმა, რომ რაღაც გამოსწორდება ჩვენგან და მოგიდებულებად, მაგის შანსი არ არსებობს. კი ბატონო, დიდი გულის ტკივილია. რეალობაა ის, რომ ქართველი კაცი ფაქტიურად ხვალინდელი დღე გაბუნდოვანებულია. ფაქტიურად ქართველი ახალგაზრდა საკუთარ თავს ხვალინდელ საქართველოში ვერ უყურებს, მაგრამ ეს ხომ ფაქტიურად ერის დასასრული არის. ჯერ კიდევ ილია სააკაჭაჭუაძის ნათქვამი ერის სიკვდილის დამთქვიაო. ანუ ისიც კი ჩაბიქრებულა იმაზე, რომ ჯერ კიდევ საუკუნის წინ თუ რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ერი. და ჯერ კიდევ საუკუნის წინ ცნობილი საგარეო საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის აქ შემდეგ სიტყვები ნათქვამი საქართველოს მიმართებაში, როცა მასიურად ხდებოდა მაშინაც კი საქართველოში უცხოთამელები შემოდინება, რომ მარქსმა კითხვაო პროლეტარებო ყველა ქვეყნისა გაერთიანეთ, მაგრამ საქართველოში მოიყარეთ თავი, ის კი არ უთქვამს. არა და რეალობა ესაა. კი ბატონო. ჩემთვის მისაღებია ყველა ინვესტიცია, ყველა ის უცხოელი, რომლებიც ჩამოვა საქმეში დაავანდებს თანხას, წარმოება იქნება თუ სხვა, მაგრამ ქართული მიწის გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მაგრამ ვინ უნდა გააკეთოს და რა უნდა ქნას? ისმის კითხვა, სად არის გეგმა? ბევრი ამას ლაპარაკობს. სად არის კონკრეტული გეგმა და როგორ უნდა მოიქცეთ? მე ასე ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული გეგმა არის შემდგომში. უნდა მოხდეს ჯანსაღი ქართველების გაერთიანება. სიჯანსაღეზე რას გულისხმობ? აქა 4 მომენტი. პირველი, უნდა ქონდეს მას აუცილებლად სუფთა წარსული. მეორე, განათლება და მესამე, სახელმწიფოებრივი აზროვნება. მაგრამ ამ სამს არ ექნება აზრი, თუ ეს ყველაფერი არ იქნება ეროვნულ ცნობიერებაზე დაფუძნებული. აი ასეთი ქართველების ერთობა თუ გადაარჩენს დღეს ქვეყანა. ესაა ფაქტურად ყველაფერი, რაზეც შემდგომში შეიძლება ვილაპარაკოთ ჩვენ კონკრეტულ გეგმაზე და ხვალინდელ გადადგმულ ნაბიჯებზე. ჩვენ ახლა რა ვცდილობთ? ჩვენ ფაქტურად ზეპარტიული გაერთიანება გვაქვს. ჩვენ მაღლა ვდგავართ ყოველგვარ პარტიკულარიზმზე. ჩვენთვის თავარი არის დღეს ქართველებს დავანახოთ ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულება და მიმართავთ ყველას, ყველა პარტიის წარმომადგენელს. შეიძლება რაღაცა იმ პუტჩის რაღაცა მეხოტვესაც კი, რომელმაც თავი დროზე სამხედრო კრიმინალ გაატრიალებას ხარი დაუჭირა, რომ თუ კი ის ინანიებს და თუ კი მას მართლა აქვს სურვილი საქართველოს გაერთიანების, ჩვენ მის გვერდში წავდგებით. თავარია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, რომ ეს იყოს გულწრფელი დამოკიდებულება. ჩვენ მქონდა ღონისძიება რამოდენიმე დღის წინ, ოღონდ 2 დღის წინ პარლამენტის წინ, მოვაწყოთ გარკვეული პერფორმანსი და გულიმწდება, რომ იქ რო შევეხმენეთ გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც რა თქმა უნდა აწუხებთ ის პრობლემა, რაც დღეს საქართველოშია, მათგან მივიღეთ შემდეგი პასუხი, რომ ჩვენ იქ დაძახებული არ ყოფილვართ. დაძახება რა საჭიროა ხალხო? ეს ხო არა რაიმე ღვინიზიებასა და სპეციალურად კაც უძახი. ეს ხო ისეთი პრობლემა, რომელიც უკვე საქართველოს დონეზეა პრობლემა და მე მოგიწოდებთ ყველას, ჩვენს ხარდაჭედებს, საქართველოს ხარდაჭედებს, ყველა იმ კაც, რომელსაც სურს იქართველოს, რომელსაც ჯერ კიდევ გააჩნია ის უკვდავების ფესვად, ის ქართული სული, რომელიც ჩაკურულია ყოველ ქართულში, თუ გააჩნია სული, რომ ნებისმიერი შეკრება. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მიერ იქნება დაანონსებული, მივიდეთ ყველგან. მოვახდინოთ საკუთარი ძალის დემონსტრირება, რომ მტერმა დაინახოს, რომ საქართველოში ქართველი კაცი კვლავ ამბობს თავის სიტყვას და თავის ადგილს. ამიტომ აუცილებელი ეს იდეოლოგიური მომენტის წინაპლანზე წამოწევა. და ახლა უბრალოდ მაგალითს მოვიდან, ამასინათ იყო 8-ში ილია ჭავჭავაძის 8 ნოემბერს დაბადების დღე და Facebook-ზე ვნახე პოსტები და ბევრი ვაი ქართველი ამბობდა ულოცავდა ხალხს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს და მისთვის მისაღები იყო ილიასეული საქართველოს და პარეულ ფონზე რატომღაც ზვიადისეულ საქართველოს ხალხს უსვამდა. მე ახლა რატომ მომყავს ეს მაგალითი? იმიტომ რომ არ შეიძლება ხოლმე საკუთარი პირადულიდან შეაფასოს სიტუაცია. თუ ჩვენ ჭეშმარიტ გზაზე ვდგავართ, იქ სადაც ვლაპარაკობთ ქართულ ცნობიერებაზე, იქ სადაც ვლაპარაკობთ ეროვნულ სულზე, იქ სადაც ვახსენებთ ჩვენ ილია ჭავჭავაძეს,
შეუძლებელია გვერდი აუაროს ზვიადგამსახურდიას. ფაქტი ისიცაა, რომ ელემენტარულად ავიღოთ დავით აღმაშენებელი ძეგლი, რომელიც დგას ეგერ ქალაქის შესასვლელში. ჩვენ ის ვერ მოვახერხეთ ამ ხნის განმავლობაში, რომ ეს ძეგლი დაგვებრუნებინა ქალაქის ცენტრში, სადაც დღეს გაუგებარი სკულპტურა ველოსიპედის სახით დგას. კარგია, რომ დაიდგა ერეკლე მეორე ძეგლი, მაგრამ ისიც ქალაქის განაპირას. ეგერ დგას ძეგლი სვანეთში, თამარ-მეფის და ჩვენაც ვიცით გადმოცემით ფრესკაარსებობს თამარ-მეფის გარდა შეიძლება ადამიანმა ყველაფერი იფიქროს იმ ქანდაკებას. ბათუმში დგას ალისა და ნინოს ძეგლი. ახლა მავანი იტყვის, რომ ეს ნაწარმოებია და იმ ნაწარმოების გმირებია, მაგრამ იდეოლოგიურად ხო ეს მუშაობს ქართველი კაცის ცნობიერებას, ესეც ხო ფაქტია. და ყველაფერს დავიდავნებოთ. დღემდე საქართველოში, თბილისში, საქართველოს ზედაქალაქში ზვიადგამსახურდიასთან მერაბ-გოსტავას ძეგლი არ არის. ანუ ფაქტიურად ჩვენ ვლაპარაკობთ ყველაფერზე და მთავარ სათქმელს არ ვამბობთ. არ ვლაპარაკობთ იმ კაცზე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუპოვა და ჩვენ ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნოთ 9 აპრილს, ჩვენ ზეიმობთ 26 მაისს. ანუ რა გამოდის? ვინც ეს დამოუკიდებლობა საქართველოს მოუპოვა, ჩვენ საერთოდ არ ვახსენებთ მის სახელს და ამის ფონზე ძალიან რთულია უკვე ახალგაზრდა თაობას აუხსნა თუ რა არის ეროვნული ცნობიერება და რაზე უნდა გააკეთოს ამ აქცენტი, იმიტომ რომ ის მუსიკა იქნება, განათლება იქნება, ლიტერატურა იქნება, ცეკვა იქნება, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. იმ ძეგლის დადგმასაც და როგორ გახსნი იმასაც მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად ახალგაზრდებს დავანახოთ, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე მხოლოდ არის ეროვნულ ცნობიერებას დამყარებული და დღეს რო გამოდიან ძველგაზრდების და ახალგაზრდების და საუბარი აქვს, რომ აი დღევანდელი მიტინგები რაც აგერ რუსთაველზე მიდის სადაც თანხმედრაში არის 9 აპრილთან და 9 აპრილის გამოსვლასთან დაკავშირებით მე გეტყვით რომ ეს ასე არა ხალხო. 9 აპრილს ჩვენ გამოდიოდით და ვითხოვდით საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. და თავისუფლება და დამოუკიდებლობაზე კიდე ისეთი ბალავერი ჭირდება, საფუძველი ჭირდება, რომელზეც მხოლოდ ჭეშმარიტება იქნება. იქ ტყუილზე ვერ დააფუძნება ამას ყველაფერს. და დღეს როცა მიდის რუსთაველზე ეს აქციები, აქ მიდის ფაქტურად ბრძოლა ხელისუფლებისათვის. დიდი განსხვავება ამ ორ შორის და ჩვენ თუ ვერ მიხვდით, სად დავდგეთ? ჩვენ თუ ვერ მიხვდით ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა დაუპირისპირდეთ და უნდა შევძლოთ გაერთიანება სულიერად ძლიერი ქართველი ერთობის გარეშე, ხვალინდელი დღე საქართველოს შეიძლება არ ქონდეს. მე ვიტყვი შემდეგს, რომ ამ პუჩის მერე ამ ხელისუფლებებმა შეძლეს ამ ცრუ გმირების და ცრუ კერპების გამოგონება. ამ ცრუ გმირების ფონზე მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი შავნელი საქმეები აკეთონ. და დარწმუნებული ვიყავით ხალხო იმ სიმართლეში, რომ ნებისმიერი კაცი, რომელიც 1991 წლის შემდგომ რაც მოხდა საქართველოში და თავიდან 1999 წელს და შემდგომში უკვე საქართველოს დამოუკიდებლობა როცა გამოცხადდა, ვინც დადგა შევანაძის მთის ქვეშ, შეუძლებელია ჩვენ მათზე ვილაპარაკოთ, რომ ისინი არიან გმირები. შეიძლება ისინი ვაჟკაცები იყვნენ გარკვეულ მომენტში, მაგრამ არ შეიძლება საქართველოს მოღალატე გმირი იყოს. და დღეს საუბარი ის, რომ თურმე ერთი კაცის შკუაზე რომ დადის საქართველო, თავიდან შევანაძეზე იყო აქცენტი აკეთებული, მერე სააკაშვილიზე ახლა ბიძინაზე აკეთება აქცენტი და პარალელურად ზოგიერთები უკვე ზვიადგამსახურდიას აკეთებენ აქცენტს, იმიტომ რომ როგორ შეიძლება თურმე ერთი კაცი იყოს ქვეყანაში სამართლის სიტუაციის და ეს პრობლემების მაგიდე გვაქვს და თურმე ეგრეთ წოდებული დემოკრატია და სხვაგვარი მიდგომა, ლიბერალური მიდგომა უფრო უშველის ქვეყანას. მე გეტყვით შემდეგს. ეპოქას ქმნიან პიროვნებები. მაგრამ ეს პიროვნება უნდა იყოს ხალხის სიაღიდან წამოსული. ეს არ უნდა იყოს ზევიდან თავსმოხვეული, უცხოსგან თავსმოხვეული, უცხოს ინტერესის გამტარებელი. კი ბატონო, აუცილებელი დიპლომატია, აუცილებელია სახელმწიფოებრივი აზროვნება, მაგრამ ხალხის სიაღისიდან წამოსულ ლიდერს და ლიდერთა გაერთიანება ძალუց ამ ქვეყნის გადარჩენა. ადარებენ 40 წელს, რაც ძველი ბიბლიაში, ძველ აღთქმაში ნათქვამი არის, რომ 40 წელი დაჭირდათ ებრაელებს აღთქმული ქვეყნის ქაანანში მისასვლელად. და სანამ არ დაიღუპა ის ველი თაობა, რომელიც მონობაში იყო დაბადებული და სანამ არ წამოვიდა ახალგაზრდა თაობა, მანამდე ვერ შეძლეს იმ აღთქმულ ქვეყანაში შესვლა. და ადარებენ დღევანდელ საქართველოს სიტუაციას. მე ვიტყოდი ეს არასწორია. და რატომ? პირველი იმიტომ, რომ მათ მაშინ ებრაელებს ყავდათ ლიდერი,
რომელიც იყო ჭეშმარიტი ლიდერი წამოსული ხალხიდან და ღვთისგან კურთხეული. და მეორე კიდევ მათი ცოდნენ რა უნდოდა და საითკენ მიდიოდნენ. ჩვენ დღეს არც ჭეშმარიტი ლიდერი და ლიდერთა გაერთიანება და ჯგუფი სუფთა ქართველების ასე გამოკვეთილად არ ყავს და ის კიდევ რა გვინდა იმის გარდა რომ გვინდა დემოკრატია, გადაღებული სიტყვა დემოკრატია, ჩვენ იმის იქით არაფერი არ ვიცით. კი, გასაგებია, კარგია, კარგი პენსიები, გასაგებია, კარგი ხელფასები, კარგი შემოსავალი, მაგრამ ეს ხო საკმარისი არ არის. და მე კვლავ დავიხوار ილია ჭავჭავაძის სიტყვებს, მას აქვს ასეთი რამ ნათქვამი, რომ ადამიანის ცხოვრება გავს ერთ დინარეს, რომელიც ორი ტოტით საზრდოობს. ერთია სულიერი და მეორეა ხორციელი. თუ ერთი მათგანის დაშლა, ჩათვალეთ ის ადამიანი კვდება. ამიტომ ყოველი ჩვენგანი სახლიდან რო გამოდის და ცდილობს ორი კაპიკი იშოვოს. სურვილია ევროპაში წავიდეს და უკეთესი ხელფასი და უკეთესი შემოსავალი შეუქმნა საკუთარ თავს და საკუთარ ოჯახს, თუ კი პარალელურად შენს სულიერებას არ იფიქრე იმაზე, რომ როგორც კონსტანტინესა გამსახურდია, რომ იქენი პიროვნება და პიროვნება კი ეს არის მარგალიტი ფაქტიურად, თუ კი შენ არ იფიქრე თუ ვის გაზდი და ვის უტევ ხვალინე საქართველოს, ასე ცხოვრებას აზრი არ აქვს. იმიტომ რომ როგორც ამბობს ილია, ჩვენ იმიტომ კი არა ვარ და ქვეყანაზე მოსული პურიჭამოთ. პირიქით, შენ ქვეყანაზე პურიჭამთ, იმიტომ რომ კაცებად ვიცხოვროთ და კაცურ კაცებად გავზრდოთ ჩვენი შთამომავლობა. ამიტომ მოგიწოდებთ. ნუ შეუშინდებით ტერს. ნუ გახდებით სხვისი ინტერესების გამტარებლები. ამ სახელმწიფოს ჭირდება შექმნა. ეს სახელმწიფო კიდევ დაწუნებული ყავით მხოლოდ ფანატიზმის დონეზე ეროვნულ-პატრიოტული ხალხთა გაერთიანებით არის შესაძლებელი. ამათი ერთობითაა შესაძლებელი, ქართველთა ერთობითაა შესაძლებელი და არა გვარგადაკეთებული გაურკვეველი წარმოშობების რაღაც დაჯგუფებების მიერ. ეს არის ყველაფერი ჩვენ ხელში. ნათქვამია ასეთი ქართული გამოთქმა არსებობს, ბედაურები გადაშენდნენ და ვირებს დარჩა მოედანიო. ამას ატოლაპარაკობ ახლა, იმიტომ რომ დღეს იმდენი იბრალებს პატრიოტობას, იმდენი ცდილობს ილაპარაკოს ლამაზად, რომ შეიძლება კაცი რაღაცა დაიჯდეთ იგზას და დაიბნეს კიდეც. არადა დამერწმუნეთ ლამაზად ლაპარაკი დღეს ბევრმა ისწავლა. თავარი ის კი არა ვინ ლაპარაკობს ლამაზად, თავარი ისა მან რა გზა გაიარა ამ სიმართლის თქმამდე. ესა უმნიშვნელოვანესი. და თუკი ჩვენ ამ კუთხით შევაფასებთ მას, უკვე მე დასკვნასაც იულად გავაკეთებთ. და მე ახლა იმ გამოთქმას რაცხვი დავამატებ შემდგომ რომ ზოგიერთს გონია იმ გზაბნეული ბედაურთან, ანუ ეროვნულთან თუკი მიეტმასნება, რომ ამით შეალამაზებს ის სიტუაციას და გაიკეთილშუბილებს მის გუნდს, მაგრამ ერთი რამე ავიწყდებათ, რომ ბედაურსა და ვირს ნაშიერი ყავს ჯორი და ჯორს კიდევ მომავალი არ გააჩნია. ასე რომ თავის მოტყუება ხალხო არ გვინდა. ჩვენ გვინდა ისეთი ხალხის ერთობა, რომლებიც იფიქრებენ მხოლოდ საქართველოს ხვალინდელ დღეზე. ჩვენ გვინდა ისეთი ხალხის ერთობა, რომელთაც სახელმწიფოებრივი ხედვა ექნება, ანუ იმ პირადულს გვერდზე გაწევენ და სახელმწიფოებს წამოწევენ წინაპლანზე. ჩვენ თუ ასეთი ერთობა შევძელით, ასეთი ერთობის შექმნა და მოუწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ ზებარტული გაერთიანება, ჩვენ კიდევ შევძლებთ საქართველოს გადარჩენას. მე მგონი ჯერ კიდევ გვიან არ არის. მე მგონი ხვალინდელი დღე კიდევ უფრო დაგვანახებს რაოდენ რთული მდგომარეობის წინაშე დგავართ. გასაგებია, ბევრი უყურებს, რომ თანხა ბევრ ამეც ყვიტავს დღეს და დაფინანსება. კი ბატონო, ბევრისთვის დღეს სადაც ფულია, იქ არის ძალა. სადაც ძალა საუბედუროდ მათთვის იქ ასიმართლე. და ასეთი ხალხისთვის, როცა ფული ლაპარაკობს, იქ ფაქტიურად სიმართლე დუმს, მაგრამ ჩვენ უნდა ავნახოთ. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ხვალინდელ დღე არის კატასტროფა და გრიგოლ რობაქიძის სიტყვის ვიტყვი, მერაბ კოსტავას აქვს ამდაგვარი ნათქვამი, მაგრამ ამდე გრიგოლ რობაქიძეს აქვს უკეთ ნათქვამი, რომ ქართველი კაციო არისო დუნე და მოღალულია. მაგრამ უფსრულის პირას ვიყენებული დაჭრილი ვეფხვის სიშმაგით ვითნებავს. და მე მგონია ჩვენ უფსრულის პირასა ვართ. და ჯერ კიდევ სანამ არ გადავარდნილ ვართ და ჯერ კიდევ სანამ შეგვიძლია ერთი მეორის დახმარებით ამ პრობლემიდან გამოვიდეთ, კიდევ ერთხელ უნდა შეუძახოთ ერთი მეორეს, შევძლოთ გაერთიანება და თუ ჩვენ ეს შევძელით,
ჩათვალეთ შემდგომში უკვე ხვალინდელი დღე საქართველოსი ჩვენი შვილების მეტნაკლებად კიდევ იქნება პერსპექტივაში რაღაც დონეზე ჩამოყალიბებული და თუ კი ჩვენ ეს ვერ შევძელით, მაშინ ჩათვალეთ შეიძლება საქართველოს ხვალინდელი დღე აწყვეტეს. მე ამის თაობაზე ჯერ კიდევ 12 თუ 13 წლის წინ საუბრობდი დავით აქუბარდიასთან ვიყავი გადაცემაში და როცა ვახსენე ამ უკონტროლო მიგრაციასთან დაკავშირებით და ჩემი დამოკიდებულება გამოხატე, მან მითხრა შემდეგი რა არ გინდა ასეთ ნეგატიურ თემებზე ლაპარაკი და რატოღაც მან ჩათვალა იმ მომენტში რომ ეს იყო ზედმეტი. არა და დღეს ამას უკვე ყველა საუბრობს. საუბრობენ ისეთი ტელევიზიებიც კი, რომლებიც დღეს ფაქტიურად თავად იყვნენ თავის დროზე ამის ყველაფრის ინიციატორები და ხელშემწყობები. და ფაქტი ერთია, ქართველების მასიურად შემცირების ფონზე გაისრა ქვეყანა უცხოპომელებით. და ამიტომ ჯანდაბაში წასულა ყველა ის ქართველი და ის ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი, რომელიც ქართველთა გადაშენების მომხრეა და ხელს უწყობს ყოველივე ამას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ, მივხვდეთ იმას, რომ ჩვენი ხსნა ისევ ჩვენშია და არა უცხოპომელების დახმარებაში. გაიხარეთ.